პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძის არჩევა იქნება. თავდაპირველად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ანრი ოხანაშვილის გადადგომის შესახებ წარდგენილი განცხადების ნამდვილობას დაადგენს და შესაბამის დასკვნას პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარადგენს. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ოხანაშვილის ნებაყოფლობით გადადგომის და შესაბამისად მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციას ცნობად მიიღებს. ამის შემდეგ სუსის ახალ უფროსს აირჩევენ რა თანამდებობაზეც პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობის ლიდერი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე წარადგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონის და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით პარლამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს სრული შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით აირჩევს. ირაკლი კობახიძის განცხადებით ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩეველი იქნება. არასდროს ადამიანი, რომელიც ადევნებს თვალყურს იმ საკადრო წმენდას, იმ საკადრო გადაადგილებებს, რომელიც ხდება ივანიშვილის ბანდის შიგნით და არჩევა შთაბეჭდილება, რომ ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ ვერტიკალის გასწორებას, ვერ ახერხებენ დაალაგებას, სტაბილიზაციას რეჟიმის, ეს რა თქმა უნდა არის გამოძახილი იმ შიდა წინააღმდეგობის, რომელიც არსებობს საქართველოში და რომელიც არის ურყევი, მათ შორის ეს არის საერთაშორისო ზეწოლის და სანქციების შედეგიც და საბოლოო ჯამში ვხედავთ იმას, რომ ივანიშვილის ბანდა უბრალოდ ვერ სტაბილიზირდება, ვერ ლაგდება. რაც გამოვლინდა ეხა ესე ზედაპირულად რაც შეიძლება მარჩელობის გარეშე თქვათ და რაც არავის არ გაუკვირდება ვინ საქართველოს პოლიტიკურ პროცესს ადევნებს, მე მგონი ყველასთვის მარტივ გასაზრებელია, რომ ანრი ოხანაშვილის კალიბრის ადამიანს არ დაემორჩილებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. აქ ვხედავ ამ პრობლემას, ოხანაშვილის ავტორიტეტი, ოხანაშვილის დონე პოლიტიკური წონა მან ვერ მოახერხა ამ სისტემის სადავეების ხელში აღება. ეს საკადრო გადანაცვლებები არ ემსახურებოდა, რა თქმა უნდა, არც 5 თვის წინ და არც გუშინ არ ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება კლანურ ბრძოლებს, კლანური გადანაცვლებების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს და ასევე ჩვენი ხალხისგან მოპარული ფულის განაწილების პროცესებს. აი ეს უმართავი ქაოსი არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ეტყობა რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებასაც. თავარი მიზანი არის ის, რომ გაძლიერდეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ზრუნვა. მამუკა მდინარაძეს გააჩნია მდიდარი გამოცდილება, როგორც პრაქტიკოსი იურისტი, ის გამომძიებელი იყო, შემდგომში ის ადვოკატიც იყო, ამდენად ის სრულად იცნობს ამ სამართალდაოცავ სისტემას, არა გარედან, არამედ შიგნიდან. ის საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როდესაც ამას აკეთებდა და დიდი გამოცდილება დაუგროვდა წლების განმავლობაში. ახალი ამოცანებიდან გამომდინარე უსაფრთხოების მიიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, რომ უფრო მობილური ყოფილიყო ხელმძღვანელი ასეთ საკითხებში, ასე რომ მას წარმატებას უსურვებდა. მე პრემიერ-მინისტრზე მეტი არ შემიძლია ამ შემთხვევაში ვისაუბრო, მან ჩათვალა საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს ცვლილებები იყო აუცილებელი, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე. ერთადერთი უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მე მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ანრის და დარწმუნებული ვარ, რომ ის არსად არ მიდის და ის გააგრძელებს თავის საქმიანობას ამავე სფეროში. ბევრი წელია ვიცნობ ბატონ მამუკას, არ არსებობს გამოწვევა, რასაც იგი გამართულად ეფექტიანად წარმატებით არ უპასუხებს და ამიტომ აქაც დარწმუნებული ვარ და მშვიდად ვარ, იმიტომ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება გამოცდილი პროფესიონალის ხელში.